სახელითა მამისათა და დისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს არის ხსენება წმინდისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასლისა, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მოლოცვას და კურთხევას. ეს წმინდანები ჩვენთვის განსაკუთრებული პიროვნებები არიან, რადგან წმინდა ანდრია პირველწოდებულმა პირველმა იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში და ქრისტეს ეკლესია დააფუძნა. სწორედ ამიტომ ეწოდება საქართველოს ეკლესიას სამოციქულო. ხოლო წმინდა მეფე ვახტანგის ღვაწლით ჩვენმა ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია და იკურთხა პირველი კათოლიკოსი პეტრე, რომლის ხსენებასაც დღეს ასევე ჩვენ აღნიშნავთ. შეგვეციოს ამ დიდი წმინდანების ლოცვა და მადლი ჩვენ და სრულიად საქართველოს. დღევანდელი სახარება მოგვითხრობს ჩვენ ანდრია მოციქულის პირველ შეხვედრაზე უფალ იესო ქრისტესთან. როდესაც წმინდა იოანე ნათლისმცემელი ქადაგებდა, ნათლავდა ხალხს და წინასწარ მეტყველებდა მესიაზე, აი მაშინ მას დაემოწაფა ანდრია და მისი ძმა სიმონი და ასევე იმჟამად მას დაემოწაფა ქრისტეს მომავალი მოციქული და სახარების ავტორი იოანე ღვთისმეტყველი. და აი ერთხელ როდესაც იოანე ნათლისმცემელი მდინარე იორდანესთან იყო თავის ორ მოწაფესთან ერთად, ანდრიასთან და იოანესთან ერთად, მათ იხილეს მათკენ მომავალი იესო ქრისტე და ნათლისმცემელი აღივსო გამოუთქმელი სიხარულით მიუთითა ქრისტეზე თავის მოწაფეებს და თქვა: აი ტარიგი ღვთისა, რომელიც იტვირთავს სოფლის ცოდვებს. აი ამ სიტყვებში არის საღვთო განგებულების მთელი საიდუმლო. და როდესაც მოწაფეებმა ეს გაიგეს, რომ იესო ქრისტე არის მესია, მათ გადაწყვიტეს ქრისტესთან მისვლა და სთხოვეს უფალს, რომ თან წაეყვანა. და მაცხოვარმაც წაიყვანა ისინი იქ, სადაც იმჟამად ცხოვრობდა და მათი საუბარი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. და იქ მომავალმა მოციქულებმა იხილეს და მოისმინეს ისეთი რამ, რაც მათთვის სრულიად ახალი იყო. რამაც მათი გულები გაათბო, რამაც გონება გაუნათა და რამაც განაწყო, რომ სრულიად ახალი ცხოვრება დაეწყოთ. და აი მათზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქრისტესთან შეხვედრამ, რომ ერთ-ერთმა მათგანმა იოანემ, რომელმაც სახარება დაწერა, აი თავის სახარების პირველივე თავში აღნიშნავს აი ამ შეხვედრის დროსაც კი იქნებოდა ასე მეათე საათი, წერს იგი. და მეათე საათი ჩვენი დროით არის მეოთხე საათი, დღის მეოთხე საათი. და ის შემდეგ იგი ასეთი სიხარულით ახსავსე გაიქცევა თავის ძმასთან სიმონთან, მომავალ მოციქულ პეტრესთან და ახარებს მას, რომ ჩვენ ვიპოვეთ მესია. და აი ძვირფასო ძმებო და დებო, ანდრიასთვის ქრისტესთან შეხვედრის ჟამი და დრო იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დრო მის ცხოვრებაში. და ეს იმდენად ჩაებეჭდა მას სულში, აი ეს ჟამი, რომ მას ეს ახსოვდა თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე.
როდესაც თვითონ გახდა ღირსი ჯვარცმით სიკვდილისა. და დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამაზე და ვკითხოთ ჩვენ თავს, რომელია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჟამი, ასეთი დრო რომელია ჩემთვის, ყველაზე ძვირფასი. და პასუხი იქნება გამომდინარე იქიდან, ვისთვის რა არის უფრო მნიშვნელოვანი. ვიღაცისთვის ეს არის დაქორწინების დრო, ვიღაცისთვის ეს შეიძლება არის შვილის გაჩენა, ვიღაცისთვის მძიმე ავადმყოფობისგან განკურნება, მაგრამ აი ამ ყველაფერზე განუზომლად აღმატებული არის ჟამი, როდესაც ადამიანი იღვიძებს ცოდვილი ცხოვრებისგან, როდესაც ფხიზლდება ცოდვისგან და როდესაც ქრისტეს რწმენის ნათელს იხილავს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო. როდესაც მიიღებს ადამიანი იესო ქრისტეს როგორც თავის მხსნელს და მაცხოვარს. აი ეს არის ყველაზე მთავარი დრო ადამიანის ცხოვრებაში, ვინაიდან სხვაგან ვერსად ადამიანი ვერ ნახავს ნამდვილ სიხარულს, ნამდვილ მშვიდობას და ნამდვილ გადარჩენას. გარდა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეში, რომელსაც ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანადაუსაბამოთ მამით და ყოვლადწმიდით და ცხოველსმყოფელი სულით ურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.